ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ამბავი. იმის მიუხედავად, რომ 15 წელია მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებ, არაერთი მძიმე ამბავი გამიშუქებია, არაერთი მძიმე ამბავი გადამხდარა საკუთარ თავზეც და ბევრი მაქვს მოსაყოლი. ეს არ იყო ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი ამბავი. მე დავინახე პოლიციელების ჯგუფი, რომელიც სასტიკად ძალადობდა ორ მოქალაქეზე. ერთი მათგანი საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ იყო უწყინარი. ხმას არ იღებდა, უბრალოდ იმყოფებოდა ადგილზე და როდესაც პოლიციელები მოვიდნენ, მასზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა. არ შეიძლება ამ ქვეყანაში არსებობდეს ადამიანი, არა თუ ჟურნალისტი, რომელიც ასეთი მოვლენების მიმართ დარჩება გულგრილი. მე არ მიყვარს ესეთი საკითხების პოლიტიკურ კონტექსტში განხილვა და ვემიჯნები პირდაპირ რომ გითხრათ, აი ამ თემის პოლიტიკურ კონტექსტში წაყვანას. ჩემთვის მიუღებელი არის, როდესაც ადამიანზე და მით უმეტეს, როდესაც ადამიანები ერთ ადამიანს და ორ ადამიანზე ასე ძალადობენ, ასე თელავენ ფეხქვეშ მისუფლებებს. არ ვიცი, მათაც ხო ყავთ ოჯახის წევრები. მოეწონებათ, რომ აი მათი ოჯახის წევრი იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რა მდგომარეობაშიც გუშინ ლაშა და აპოლონი იყვნენ? მოეწონებათ? არ მოეწონებათ, ისინი გადაეფარებიან. ის რომ მათი შვილი ყოფილიყო, გააკეთებ, როგორ შეხვდებოდნენ ამ ამბავს. ეს არის ამორალური, ამაზრზენი და ჩვენ ჟურნალისტებს და ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებს მე არ მინდა რომ ვიღაცა მიფიქროს რომ რაღაც აღმატებით ხარისში ვსაუბრობთ რა რამით განსხვავდებით სხვა მოქალაქეებისგან. არა მეგობრებო, ჩვენც რიგითი მოქალაქეები ვართ. ზოგი ჟურნალისტი იქნება, ზოგი ხელოსანი იქნება, ზოგი დამლაგებელი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ვართ მოქალაქეები. მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის მოქალაქე, არ ვიქნებოდი მართალი ადამიანი, მე ამაზე თვალი რომ დამეხუჭა და არ გადამეღო ის კადრები და არ გამევრცელებინა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჟურნალისტებმა რა რისკებთან არის დაკავშირებული ასეთი მასალის გავრცელება, მაგრამ ზუსტად ერთი წუთი დამჭირდა, რომ ეს გადამეხარშა, მე დალადომ ზუსტად ერთი წუთი ვიფიქრეთ რა უნდა გაგვეკეთებინა და პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო რედაქტორთან შეუთანხმებლად ავტვირთე მასალა, მე ასე არ ვიქცევი ხოლმე. რედაქტორთან შეუთანხმებლად ავტვირთე მასალა, იმ წუთში ვერ ხდებოდა დაკავშირება და დავდე. ეს იყო პრევენცია, რომ სამართალდამცველების აი ასეთი უხეში, ასეთი, არ ვიცი, სამართალდამრღვევა ენახა ფართო საზოგადოებას. რისკის ქვეშ იყავით დარწმუნებული ვართ. ჩვენ მარტო ვიმყოფებოდით ლადოსთან სახლში, სწორედ აი მისი ფანჯრებიდან მოხდა ამ კადრების გადაღება. როდესაც უკვე დავდეთ ეს კადრები და გავრცელდა და ვირუსულად გავრცელდა, სწორედ ამის შემდეგ ჩავედით დაბლა და დავიწყეთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. სხვა გვარად მე დამრჩა წარმოდგენა, რომ მე რომ თავიდანვე ჩავსულიყავი იქ და დაენახათ პოლიციელებს, რომ ვიღებდი მათ ქმედებას, ისინი მეც გამისწორდებოდნენ ფიზიკურად. არ გეგონოთ, რომ მე დამინდობდი. ტელეფონსაც წამართნე რომ ახსენეთ, რომ ეს იყო მართლა პრევენცია, თქვენ ატვირთეთ. როდესაც ჩავედი, უკვე პოლიციელები ჩემს მიერ გავრცელებულ ვიდეოს ნახულობდნენ და ერთმანეთს აჩვენებდნენ. მათ უკვე იცოდნენ, რომ კარგი დღე არ ელოდათ და ეს დღეც დადგა. და ამ ქვეყანაში უნდა იცოდეს ყველამ, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი.